Hypersonic-ის პირველი დონის მანქანიდან მილიონი დონის Hypersonic-ის მანქანამდე. Hypersonic-ს ძალიან დაბალი დონის მანქანა აქვს და წააგო რბოლა Hypersonic-თან. და მოგვიწერს ჩვენი Hypersonic-ის მანქანის დონის ამაღლება ყველაზე მაღალ დონემდე. შევძლებთ თუ არა ჰიპერბოლის მოგებას და მსოფლიოს გადარჩენას. წავედით! კარგი, ყველას მოგესალმებით საბოლოო ჰიპერბოლაში. დღეს თქვენ ყველამ და ჰაიპერებმა მოამზადეთ თქვენი მანქანები. აიყვანეთ ისინი ყველაზე მაღალ დონეზე, რომ ფინალურ ბოლაში იასპარეზოთ. რომლის ჯილდოც არის ეს სოლიდური 10 მილიონი დოლარი. ასე რომ ეხლა გთხოვთ, წარმოადგინეთ თქვენი მანქანა და ის დონე, რომელზეც შეძლეთ მისი გაუმჯობესება. მე ვარ Hypersonic-ი და მე მაქვს საუკეთესო მანქანა მთელ ისტორიაში. მე ავიყვანე ის 999,000-მდე, თითქმის მილიონამდე. მე ვარ Hypershadow და მე მყავს 100,000-იანი დონის მანქანა, რომელიც პრაქტიკულად ნებისმიერ მტერს გაუმკლავდება. მე ვარ Hyper-Knuckles და მე მყავს გიგანტური მტკიცე საბრძოლო ტანკი მანქანა, რომელიც 10,000-იანი დონისაა. მე ვარ Tails და მომზადე 100,000-იანი დონის მანქანა, ჩემი მეგობრის Sonic-ის პატივსაცემად. მაგარია ხო? არის ცუდი Tails, მაგრამ მე მგონია რომ ჩემი Hyper-ების 100-იანი დონის სამძოლო მანქანა უკეთესია. მე ანუ ლეონი ვარ და ჩემი დიდი მეგობრის Sonic-ის პატივსაცემად, რომელიც ჩემი კუმირია, მოვამზადე მანქანა, რომელიც ძალიან გავს მას, თუმცა მხოლოდ მე-10 დონისაა. კარგი მექანიკოსი არ ვარ. და მე ვარ Hypersonic-ი. და აბა, როგორ აგიხსნათ ეს? ჩემი მანქანა მხოლოდ პირველი დონისაა, მეტი ვერაფერი შევძელი. უკვე რამდენიმე დღეა ხალხს შველი და ყველას ვეხმარები. თითქმის არც მიჭამია და არც დამბანია. ამიტომაც ვარ ასე ბინძური და ვერ შევძელი მანქანაზე მუშაობა. მაგრამ ეს არ მაჩერებს. მინდა ეს რბოლა მოვიგო, რომ ეს ფული ყველაზე გაჭირვებულებს მივცე და გაჩუმდი უკვე. არ მაინტერესებს როგორ გააკეთე შენი მანქანა. უკვე ყველა წარდგენილია, ხომ ასეა? მაშ დროა რომ საბოლოო რბოლა დაიწყოს. 3, 2, 1, წინ! ოკი, ვიწრებ რბოლას და შესაბამისად იწყება ჩემი გამეფების მომენტი. აი ასე ტრიალდება და ასე აჩქარდება. ყველამ ნახეთ, რა სიჩქარე მაქვს. ეს რბოლა ჩემია. დიახ. ის 10 მილიონი დოლარი მთლიანად ჩემი იქნება. ნახავთ კიდევაც. მათ გამოვიყენებ, რომ სოფლიო დავიფქრო. მოემზადეთ. ერთი წუთით, ნუ ფიქრობ რომ ამ რბოლას მოიგებ, სანამ Hypershadow მასში მონაწილეობს. ნახე რა სწრაფად მივდივარ ჩემი 100,000-იანი დონის მანქანით. შეიძლება Hypersonic-ის დონეს ვერ მივახციო, მაგრამ მაინც ძალიან მაღალი დონე მაქვს და ამ რბოლაში შემიძლია მოუგო. განსაკუთრებით ამ მაგარი ტურბოთი რაც მაქვს. არ მოგცემ უფლებას რომ ეს რბოლა მოიგო, თუნდაც მე მომიწიოს სამყაროს გადარჩენა. ერთი წუთით, სად გონიათ რომ მიდიხართ გასაოცარი Hyper-Knuckles-ის გარეშე? ეს უზარმაზარი სუპერ ავტომობილი 10,000-იან დონეზეა და თუ რომელიმეს დაგიჭერთ, დაგფქვავთ და ფაფად გაგცევთ. ამ რბოლას მე მოვიგებ და ამ ფულს ჩემს მანქანას გავაუმჯობესებ, რომ კიდე უფრო დიდი და ძლიერი გავხადო. დიახ! ერთი წუთით, სად გონიათ რომ მიდიხართ? აი ახლა მე მივდივარ ჩემი მე-10 დონის მანქანით. Hyper-Tails-ი ყველაფერთვის მზადაა და არ ბავლევდები. შეიძლება ჩემი მანქანა პატარა და კომპაქტურია, მაგრამ ეს მათ გზაზე უფრო მარფოცა და მოკნიუს გდის. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ ჩემი საოცარი მეგობარი Sonic-ისთვის, უნგარიმარჯვო. თუ მე გავიმარჯვებ, ფებულს მას მიცემ, რომ როგორ თუნდა ისე გამოიქენოს, რადგან ყოველთვის მგერო და მისი. ამიტომ არ დავნებდები და Hyper-Tails გამარჯვებულად ვაქცევ. დიახ! ჰეი, სად გონიათ რომ მიდიხართ? ჯერეიმის თავისი ბოლო სიტყვადი არ უთქვამს. აქიგელა ჩაბრუდები, დიახ! პაპას! შეიძლება ჩემი მანქანა ცოტა დიდი იყოს, მაგრამ ის 100 დონისაა და შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი სხვა მანქანა, რომელიც გზაზე შეხდება. ზადიქავით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს რბოლა მოვიგო და ვერავინ შემედრება. დიახ! ჯანდაბა, ჩემი მანქანა მხოლოდ მე-10 დონისაა, მაგრამ გონია რომ შემიძლია მაქსიმალურად სწრაფად ამუშავო. მხოლოდ იმედი მაქვს რომ Sonic-იც კარგად იასპარეზებს თავისი მანქანით. ყოველთვის ვაღმერთებდი მას და თუ ის შორს წავა ან მოიგებს რბოლას, უფრო გამიხარდება ვიდრე მე რომ მოვიგო. წავედით! აქ ჩანს რომ ჩემი მანქანა მე-10 დონისაა, რადგან მიუხედავად იმისა რომ ცუდი არ არის, რამდენიმე სერიოზულ შეცდომას უშვებს. წავედით!
ვაპირებ, რაც შეიძლება შორს მივიდე და ამას ჩემი მეგობარი სონიკისთვის გავაკეთებ. აი მივდივარ. დამჯერა რომ ის ძალიან შორს მივა. დიახ, რა? ერთი წუთით, მაგრამ მე ჯერ მანქანაში არც კი ჩავჯექი. მოიცადე, მოვდივარ. კარგი, ყველაფერი მზადაა, დავიწყებთ. წავედით! ბოლომდე დავაჭერ, ჯანდაბა! ასეა, როცა პირველი დონის მანქანა ყავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰაიპერსონიკის მანქანაა, აშკარად ნელა მიდის. მგონი არანაირი შანსი არ მაქვს რომ მოვიგო. მაინც თუ რამე მახასიათებს ისაა, რომ არასდროს უნებდები. ასე რომ ჩემი მეგობრებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ოდესმე დამიჯერა, ბოლომდე ვიბრძოლებ. ცდილობ ვიყო საუკეთესო და არასდროს დავნებდე. მჯერა საკუთარი თავის და ვფიქრობ, რომ რბოლას მოვიგებ. კარგი. მოდით ყველა მონაწილე ფინიშის ხაზთან. უკვე ყავს გამარჯვებული. ისე კარგად მივდიოდი, ჯანდაბა. ახლა უნდა შევბრუნდე და იქამდე მივიდე. აი, მე მეგონა რომ შანსი მქონდა და უკვე გამარჯვებულია, ჯანდაბა. კარგი, ვნახოთ ვინ არის გამარჯვებული. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ შინ სონიკმა არ მოიგო. და არა, ჯანდაბა. ეს საერთოდ კარგად არ გამოიყურება. კი, ყველა მიესალმეთ რბოლის გამარჯვებულს. გაუმარჯოს შინ სონიკს. გილოცავ. ეს ძალიან მარტივი იყო. საბოლოოდ გამარჯვება მთლიანად ჩემია და ახლა მე მექნება 10 მილიონი დოლარი, რომ მთელ მსოფლიოში ვიყიდო მონები და ისინი მე მომენსახურონ. გაიცადე მე, ამას ვერ დაუშვებ, არც კი ვიოცნებებ. სანამ ეს ფული შენს ხელში გადავა და სამყაროს გაანადგურებ, მე გიწევ რბოლაში ამ ფულისთვის. მართლა გინდა შენი სულელური პირველი დონის მანქანით? იცი რას გეტყვი? კი, ვთანხმდები. მაგრამ ერთი პირობით. რაც გინდა თქვი, შენგან არაფერი მაშინებს, სულელო, იმიტომ რომ მე ვიქნები. სიკვდილის რბოლა. ვინც წააგებს, გამარჯვებული გაანადგურებს მას. ეს მე, აბა, როგორ თქვა? კი, რა თქმა უნდა ვთანხმდები. ხვალ აქ, იგივე დროს, მოდი შევხვდებით. ჯანდაბა, ახლა რა გავაკეთე? კარგად აურიე ყველაფერი. ამ მანქანით ვერაფერს გავაკეთებ, წავაგებ, მოვკვდები. და არა სონიკ, არ მოგკვდები, რადგან ჩვენი მხარდაჭერა გაქვს. მე შენით აღფრთოვანებული ვარ, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი და ის სიმამაცე, რომლითაც მას გამოწვევა ეს როლე, ძალიან მომეწონა. ამიტომ გაძლევნებას, გამოიყენო ჩემი მეათე დონის მანქანის ნაწილები, რომ შენი გააუმჯობესო. დიახ, პატანიანჩერები ტესტებს მოვამზადეთ, რომ უკეთესად ისწავლო მანქანის მარხვა და კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანო. დიახ, სონიკ, ყველა ერთად დაგიგეთ მხას და ისტორიაში საუკეთესო მანქანას შევქმნით, რომ დავამარცხოთ ის. გვენდე ჩვენ შენი მეგობრები ვართ და დაგეხმარებით ამ ბრძოლაში, გაიმარჯო. ვინ იცის? იქნებ შენ ხარ ის არჩეული, ვინც შეძლებს ჰიპერმანქანის მილიონიან დონეზე მისვლას. მიჭებო, მართლა დიდი მადლობა ყველას. ეხლა დროა ეს ორი მანქანა გავაერთიანო ჩემს ახალ მეათე დონის ჰიპერსონიკ მანქანაში. სწრაფად, ამ წუთიდან გაქვს მხოლოდ 20 წამი, რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა ჰიპერსონიკ მანქანის დონე აიწიოს. ასევე თუ კომენტარებში დაწერ სიტყვას ჰიპერსონიკ, შენს შეძლებ კონდეს ისეთივე საოცარი მანქანა, როგორიც მას აქვს. ამიტომ მე რომ შენ ვიყო, ვიჩქარებდი. დრო გვეწურება, არა. კი. ნახეთ რა სიგიჟეა. ჩემი ჰიპერსონიკ ნორმალური ფორმაც კი დაბრუნდა. ეხლა კი ისევ მე ვარ და მზად ვარ ყველაფრისთვის. ამი უკვე აგვიანებ შენს ტესტზე, რომ ასეულ დონეზე გადახვიდე. იქ შევხვდებით ბიჭებო. თელი ძალით მივდივარ. და აი ბოლოს აქ ვარ. მზად ვარ ნებისმიერ ტესტისთვის, რაც არ უნდა მომიწყო. რაც არ უნდა მომიმზადო ამი. ნახოთ რას შეძლებ. მე წაჭამო სონიკ, მგონი რეაქცნობიენებ რა არის ეხლა მოსაოდნელი. თუ გინდა რომ ჩემი 100 დონის ჰიპერმანქანა გამოიყენო ასეთი გამძლეობით, მოგიწევს გაიარო გამძლეობის საბოლოო ტესტი და დადავახო გამანადგურებელი ცისქვიების ტრასა. მოსმენით რთულად ჯვერს, მაგრამ მე ვარ ჰაიპერსონიკი, რომელმაც ყველაზე ბოროტი ყველას შორის გამოვიწვიე, ჰაიპერსონიკი. ასე რომ არაფერი და არავის შემაჩერემს, რომ მოვიდე და ეს მოვიგო. ჩემი იქნება. ძალიან მაგარი დაშება. კარგი, უბრალოდ უნდა მივიდე ბოლომდე და ჩემი ჰიპერმანქანა გაუძლოს წისქვილების დარტყმებს. თუმცა, თუ შევძლებ ისე გავიარო, რომ არც ერთი წისქვილი არ დამეჯახოს, მაშინ კარგი, ეს გეგმა მთლიანად ჩავარდა. გადავდივართ გეგმა B-ზე, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წისქვილები დამეჯახებიან, შევეცდები მანქანის და სიტუაციის მართვას. ამ გზით შევძლებ. ჯანდაბა, ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ შეიძლება თუ აქედან ავიღებ აჩქარებას, აქამდე გადავალ. ვაუ!
მცილდები, არ უწყვეთ თავის არიდებას, დიახ? დაუჯერებელია. საკმაოდ წინ წავედი ამ სიჩქარის წყალობით და არა, ამან მხოლოდ დამაყოვნა. და ეხლა, წამოდი, უნდა დავბრუნდე იქ, სადაც ადრე ვიყავი. ზუსტად აქ. ავცილდები წისქვილის ფრთებს. მოდი გამოვასწოროთ სიტუაცია. აი, ახლა კი ცოტა ვასწორებ და წინ მივდივარ. და დიახ, ვინ არჩუნებ ძალას, ენერგიას და არა, ყველგან მომხვდა. რა ჯანდაბა. დაიკაც. წამოდი, ეხლა უნდა გავაგრძელო. საკმაოდ რთულია. მაგრამ სანამ მანქანა გაუძლებს, შემიძლია ეს გავაკეთო. დიახ, ჩავთე მანქანის ტურბო და ყველაფერს ვდებ. ვარდები, ზიანს ვიღებ, მაგრამ არც ერთ მომენტში არ ვნებდები. დიახ. ნახე რა სიჩქარით მივაღწევ ამას. დიახ, არა, მეგონა უკვე გამომივიდა, მაგრამ ჰიპერსონიკის მიდგომა ისაა, რომ არასდროს დანებდეს. არა, თუმცა ეს ბიძგი ძალიან გამომადგა, რომ ცოტა წინ წავსულიყავი. მიუხედავად ამისა, ისევ მირთხამენ. მაგრამ ერთი თუთით. ეხლა გვერდიდან ხომ არ შემიძლია ვცადო? კი, აქედან შანსი მაქვს. აი, რომ ბოლომდე მივიდე და დიდი რაღაცები გავაკეთო. არა, უკვე თითქმის ტრასის ბოლოში ვარ. უბრალოდ უნდა გავაგრძელო მცდელობა. კიდევ ცოტა. აი, წავედით. კიდევ ერთი დარტყმა. ვცდი რომ ამ დარტყმამ წინ წამიყვანოს. ზუსტად ასე. და ასე, ცოტათი აჩქარებით, შევძელი ბოლომდე მისვლა. დიახ, მისია შესრულებულია. აი, არა, კიდევ არა. თუმცა ერთი წამით ასე ჩანს. ღმერთო, მე დავძლიე ყველა წისქვილი, დიახ. ამიტომ ეიმი, კარგად დააგვირდი ამას. შენი სულელური მახეები ვერც ჩემს მანქანას და ვერც ჩემს რკინის ნებისყოფას ვერ მოერივნენ. ასე რომ გონია, ეხლა უკვე ღირსეული ვარ, რომ შენი 100 დონის მანქანა მივიღო, არა? ეს მართლაც საოცარი იყო ჰიპერსონიკ. უნდა მოგილოცო. ეხლა შეგიძლია ჩემი 100 დონის ჰიპერმანქანა გამოექენო, რომ შენი გააუმჯობესო. შემდეგ მიდი თეილთან, ნაშენთვის კიდევ უფრო რთული გამოსდავს. დიახ, აი ასე მომწოს. ნახე როგორ აურევმათ და მივიღებ ნამდვილი ჰიპერსონიკის 100 დონის მანქანას. სეიკენცien. დიახ, ნახე რა მაგარი მანქანაა, ეიმი. ამ ჰიპერმანქანით დიდ საქმეებს შევძლებ. ასე რომ თქვენი ნებართვით მივდივარ ტეილსის ტრეკზე, ვნახო რა მომიმზადა. დიახ. და ბოლოს, აქ ვარ, მზად ვარ ყველაფრისთვის, რაც არ უნდა მოხდეს. დიახ. მაშცი, სონიკ, კეთილი იყო შენი მობრძანება დიდ გამოსტაზე, რომელიც განსაზღვრავს შეძლებ თუ არა შენი მანქანის 1300 დონის აწევას. რადგან ამისთვის მოგიწევს გაიარო ეს საშიში გამოცდა, სადაც შევამოწმებ შენს კონტროლს სკინულოვან ტრასებზე, რომლებიც შენს მანქანას მოცურბებას აიძულებს. და რომ მიაქციომათ, მოგიწევს სიკვდილის მარყუჟის გავლა შენი მანქანით. საოცრად რა მოიყურება? მაშ, რატომ არ დავიწყოთ? ვაპირებ გავიარო ეს გამოცდა. მე დავეუფლები ჩემი ჰიპერსონიკის 100 დონის მანქანის კონტროლს. და ასე შევძლებ მისი 100 დონემდე განვითარებას. მაშ, წავედით ტეილს. მოემზადე, რადგან მთელი ძალით მოვდივარ. ვერასდროს მომიგებ. ამ გამოცდას გავივლი. მოდი დავიწყოთ. დიახ, აი აქ ვარ. არ ჩავარდი უფსკრულში. სიტუაციას ვაკონტროლებ. და ვემზადები. ამისთვის ეს უზარმაზარი აღმართია. ვაუ, რა ჯანდაბა. წავედით. ნახე როგორ ვაჩქარებ აერში. იდეალურად დავეშვი. და მარტივად ვახავ ამ უზარმაზარ რამპას. დიახ, ასე რომ ეს გამოცდა ძალიან იოლი იყო. ნამდვილი გამოცდა ახლა იწყება გაყინული ტრასებით, რომლებიც კონტროლს დამაკარგვინებს. ასე რომ მოემზადე ტეილს. ჩემი ჰიპერსონიკის მანქანა მზადაა ყველაფრისთვის. წავედით. ფრთხილად, ასე ზედმეტად არ ვაჩქარებ, რომ კონტროლი არ დავკარგო. კარგი, მგონი ეხლა ცოტა კონტროლი დავკარგე. მაგრამ შეიძლება თუნდაც გადაბრუნებული ვიყო, ასე შევძლო. ვაუ, წავედით. კონტროლი უნდა დავიბრუნო. ზუსტად ასე. კარგი, ისევ ვეშვები, ვარდები, ამის შეჩერება შეუძლებელია, ჯანდაბა. აი აქ ვარ. შეჩერება თითქმის გზის შუაში შევძელი, მაგრამ მეტი არაფერი მომხდარა. უნდა დავიწყო, ასე რომ ვაჩქარებ. და ყველაფერს ვდებ საქმეში. წამოდი, ფრთხილად, აქაც ფრთხილად.
თუ ამ სიჩქარეს შევინარჩუნებ, უკვე ვიწყებ კონტროლის დაკარგვას, ჯანდაბა. ეს საერთოდ არ მონტონს. სულ უფრო საშიში ხდება და ეხლა გადაბრუნებული ვარ. რა ჯანდაბა? ორ ბარიერს ერთად გადავხდი. ეს არ მომწონს. მაგრამ უნდა ვცადო კონტროლის შენარჩუნება. წავიდეთ, შემიძლია ამის გაკეთება. მე ვარ ჰიპერსონიკი და თუ ვინმეს შეუძლია ამ გამოცდის მოგება, თუნდაც კონტროლის დაკარგვისას, ეს მე ვარ. წავიდეთ. აი ეს დაშვება კარგია, წავიდეთ. ახლა აქეთ ვაგრძელებ. ვარდები, ვასწორებ მანქანას. კარგი. დამხლიდან. არა. არ შემიძლია დაუშვა დავარდე. უკვე ძალიან ახლოს ვარ. თუნდაც კონტროლი დავკარგო. ჰიპერსონიკი მაინც კარგად მართავს. არა. რთული იყო, მაგრამ რას ფიქრობ, Tails? შელძელი და აი აქ ვარ საბოლოოდ. ვაუ! Sonic, მართლა ავტონებული ვარ, ეს სიგიჟე იყო. ეხლა შეგიძლია გამოიყენო ჩემი სუპერ მანქანა 1000 დონის, რომ შენი გაუმჯობესო. და შემდეგ უნდა ნახო ნატოზე. გონი ძალიან თული გამოსცა მოგიმზადა. ეს არ მადარდებს. ეხლა ჩემი ჰიპერსონიკი მანქანის დროა 1000 დონის. დიახ. ნახე, რა მაგარი 1000 დონის მანქანა. ეხლა ნამდვილად მზად ვარ, Tails. დიდი მადლობა, მაგრამ გასვათვები ბოლომდე, რომ ნაკლს თან მივიდე. დიახ, ეს საოცარია. და აი აქ ვარ, დიახ. სრულიად მზად ვარ იმისთვის, რაც არ უნდა მოამზადო ნაკლს. სიმართლე რო ვთქვა, საკმაოდ რთულად გამოიყურება. დიახ, Sonic, კეთილი, ო შენი მობრძანება ნაკლზის დიდ გამოცდაზე. აქ ისწავლი, როგორ გაზომო შენი მანქანის ძალა და შიში. Sonic punkt 6-ს და შინ Sonic-ის დასამარცხებლად ძალიან კარგად უნდა აკონტროლო შენი შიში. და სწორედ ამიტომ დაგიდე ესეთი რთული ტრასა, სადაც ყოველ წამს სიცოცხლეს რისკავ და უნდა დაამტკიცო შენი მანქანის ღირებულება და ძალა. თუ მოახერხებ ჩემამდე მოსვლას, ღირსეული იქნები 10,000-იანი დონის მანქანისთვის. მაშ, ავარაფერი თქვათ. აი, მოვდივარ მთელი ძალით. დროა ეს გამოცდა გავიარო და შევქმნა ისტორია. წავედით. აქედან გადავხდები და აქედანაც. და ახლა აქედანაც ჩემი ჰიპერსონიკის 1000-იანი დონის მანქანის ტურბოს გამოვიყენებ. ახლა კი ეს ყველაფერი რთულად გამოიყურება. მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, ეს მე ვარ, ჩემი მანქანით. წავედით. უბრალოდ ზუსტ მომენტს უნდა დავლოდებოდი. და კი, მანქანის დაკალიბრებაც კი, რომ აქ დავეშვა. წავედით. ეს მხოლოდ იმისთვის იყო, რომ გზაზე ორიენტაცია ამეღო. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდაა, რაც მინახინახავს. მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, ეს ჰიპერსონიკია თავისი 1000-იანი დონის მანქანით. კი, წავედით, ყველაფერს ვდებ. აფეთქებები არ მაშინებს. მარტივად გადავლახავ. კარგი, აქ საკმაოდ ბევრი აფეთქებაა, თითქმის არაფერი ჩანს, მაგრამ თუ სიჩქარეს ავილებ, მილში შევალ. კარგი, უბრალოდ უნდა შევინარჩუნო მუდმივი სიჩქარე. ასე დავძლევ ამ გამოცდას და შევძლებ ყველაზე მაღლა ასლას. წავედით. კარგად მიყურე ნაკლს. ეს ჩემი მანქანის ძალა. დიახ. აქ ვარ, დაშვება თითქმის იდეალურია. და ახლა აღმართზე ასვლის დროა. აქ ვარ, დიახ. და ახლა დაგმართზე ჩასვლის დროა. და იდეალური ნახტომის გაკეთების დროა. აქ ვარ, ცოტა რთულია მანქანის მართვა ჰაერში, მაგრამ აქვს ეს ფრთები და ის ტურბო, რომელიც ამის საშუალებას მაძლევს. ეხლა ამ უცნაურ სასახლეში უნდა გავიარო. კარგი, შემიძლია ეს. ჯერ არა. გონი ეხლა. წავედით, ეხლა. შესანიშნავია. უბრალოდ ზუსტ მომენტს უნდა დაველოდო, რომ ასე შევიდე. სრულყოფილია. ჯერჯერობით ძალიან კარგად გამომდის და შორსაც შემიძლია წასვლა. ახლა მხოლოდ კონტროლი უნდა შევინარჩუნო და მშვიდად ვიყო. წავედით. აქედან ავალ. შევდივარ გამოცდის ფინალურ მონაკვეთში. და ეხლა ყველაზე ნაკლებად უნდა შემეშინდეს. ძალიან კარგი. აქ იდეალურად შეbrundები. და კარგი. მომიწერს ტურბოს გამოყენება. ასე რომ წავედით. აი აქ ვარ. ღმერთო, ეს ჩემს მანქანას გაანადგურებს. უნდა შეუძლო იდეალურად გამოვიყენო და ვმართო. ზუსტად ასე. რომ აქ ავიდე და ტურბო გამოვიყენო. წავედით. დიახ. ძნელი იყო, მაგრამ შეუძლებელი არა. ეხლა ეს მილი თითქოს არ სცილდება. ასე რომ შევტრიალდები, გვერდიდან შევტრიალდები. წავედით, ფრთხილად. ეს ბურთები ძალიან საშიშად გამოიყურება. უნდა აუარო გვერდით. დიახ. ეხლა კარგად შემიძლია ამის გაკეთება. დიდი სიჩქარით აქ ავდივარ. წავედით. იდეალურად. არაფერია რაც შემაჩერებს. მთელი ძალით მივდივარ. ვაუ, ეს რა ჯანდაბა? როგორც ჩანს, მხოლოდ ზუსტად იმ მომენტში შეიძლება გაიარო. ანუ, ზუსტად იქ. შემდეგი, ზუსტად იქ.
შემდეგი ზუსტად იქ და მორჩა. და შემდეგში შუაში შევდივარ. ახლა წავედით, კედლებს ვეხები. აი ესა, შესანიშნავად გამომდის. კედელზე ვმართავ. აი ესაა ჩემი შიშების დაძლევა. დანარჩენი სისულელეა. წავედით. დიახ, არასდროს მიფიქრია რომ ამას გავაკეთებდი. მაგრამ გამოცდა წარმატებით ჩავაბარე ნაკლს. და ეხლა ეს წისქვილები ახლა ვეღარაფერს დამაკლებებენ. იმიტომ რომ მე მისთან ერთად გამოცდაზე უკვე შევხვდიმათ და დავინახე რომ ვერ გამანადგურებდნენ. აი ამიტომ მოვდივარ ეხლა აქედან. დიახ, ციცილდები ჩავარდნას და აქედან ავდივარ მთელი ძალით. დიახ. ცოტა უცნაური დაშვება იყო, მაგრამ გამომივიდა. და აი აქ ვარ ნაკლს. რას ფიქრობ ამაზე? რას ფიქრობ? საოცარი იყო სონიკ, შესანიშნავად გააკეთე და იმსახურებ ჩემს 10,000-იანი დონის მანქანას. ასე რომ წაირე და შეუერთდი შედოუს. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი. შენ ბევრი რამ იცი ნაკლს. ამის შემდეგ ჩემი მანქანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და საოცარი იქნება. ჰიპერსონიკის მანქანა, 10,000-იანი დონე. წინ! დიახ. ნახე რა ნამდვილი სიგიჟეა ეს. მადლობა ყველაფრისთვის ნაკლს. ეხლა შადოუსთან ერთად მივდივარ, რომ ჩემი მანქანის დონე 100,000-მდე ავიყვანო. აქ ვარ შადოუ. რა ჯანდაბა მომიმზადე. რაც არ უნდა იყოს, ვაპირებ გავანადგურო ჩემი 10,000-იანი დონის მანქანით. რაც მოგიმზადე სონიკ, ეს არის საბოლოო სიჩქარის გამოცდა ტრასაზე, სადაც ყველანაირი ვითარებაა. თუ ყველაფერს გადალახავ, მზად იქნები რომ კონდეს 100,000-იანი დონის მანქანა და საბოლოო რბოლისთვის შინ სონიკთან. ასე რომ, წინ! ნუ დაეჭვდები, ჰიპერშადოუ. ამას ყველას სწრაფად გავაკეთებ. და გიმტკიცებ, რომ ღირსეული ვარ. წავედით. დიახ, გერეს მოსახოვები უნდა გავიარო. ხო და გავივლი. თუმცა, ვაუ, ისე მარტივი არ არის როგორც ჩანს. როგორც ველოდი, ასე უნდა გავაგრძელო. და იდეალურად. წავედით. ავედით. ახლა ზემოთ ავდივარ. კარგი, მანქანის დაშვებას ასე თუ ისე ვაკონტროლებ. დიახ, ახლა მთელი ძალით მივდივარ. შეუჩერებლად ვაჩქარებ და ერთი წამი. ვაუ, სცენა შეიცვალა. კარგი, ეს მომწონს. სხვადასხვა სცენარში რაც შეიძლება სწრაფი უნდა ვიყო. ეს გამოცდა, სადაც დარწმუნებული ვარ. მოვემზადები რომ ჰიპერში სონიკი დავამარცხო. წავედით. დიახ. უზარმაზარი ნახტომი. კარგი, აქ შესანიშნავად გამომდის. იდეალურად. და აქაც. დიახ, და ეხლა გამოვჩნი. მაშინ წავედით. ასე იყოს. წავედით. რაც შეიძლება მეტი წრე უნდა დავარტყა. მაშასე, გავაკეთებ ყოველგვარი პრობლემის გარეშე. დიახ, წავედით. ახლა აქეთ. და ამ ნახტომით ამ ხარეს მივდივარ. კიდევ ერთი დაღმართი. ეს მომწონს. სიჩქარეს აუწევ, ყველაფერს ვდებ. და ამ ბარიერებსაც დავანგრევ. ვაუ, ნამდვილად საოცარი ბარიერებია. მაგრამ თუ ძლიერ წავალ, გადავლახავ. ვაუ, აქ ცოტა გადავაჭარბე. წავედით, იმათაც გავარხვევ. ვაუ, ეს ბარიერებიც სულ უფრო რთულდება. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველაფერს ვდებ. დიახ, უზარმაზარი ნახტომი. ვაუ! იდეალური დაშვება. დიახ, და ეხლა ბოლომდე ყველაფერს ვდებ. სისწრაფით და ერთი წუთით. ეს ხომ ის არ იყო? არა, დამუხრუჭება. ვაუ! მეცადებოდი მომეტყუებინე, შადოუ. უნდა შემომებრუნებინა. ეს ძალიან კარგი გამოცდაა, რომელიც მეხმარება ფინალური რბოლისთვის მოვემზადო. დიახ, და ახლა აქედან გავაგრძელებ. წავედით. ასე შეუჩერებელი ვარ. და ახლა რა ჯანდაბა? თვითფრინავები. კარგი. რთულია, რადგან გონია ნებისმიერ წამს ჩამოვარდები და ბლა, უნდა დარჩე. მაგრამ აქ ვარ, დიახ, და შემდეგ ადგილას გადავდივარ. წავედით. დიახ, მოტრიალება. და აქ ვარ, ვიღებ ამ აჩქარებებს. და ახლა ქვევით. ვაუ! იდეალური დაშვება. და ვიღებ ამ ტელეპორტს. და ვაუ, აქ გამოვჩდი. როგორც ჩანს, ეს არის ნახტომი. უდავოდ, დიახ. შესანიშნავი ნახტომი. და დაელოდე. დაშვებაც საოცარია. და ფინიშის ხაზი. ასე რომ, აქ ვარ. რას ფიქრობ, ძვირფასო შადოუ? ეს იყო გამბედაობის დემონსტრირება და იმის მტკიცებულება, რომ იმსახურებ 100,000-იანი დონის ჰიპერავტომობილს. ასე რომ, წინწადი გამოიყენე ჩემი მანქანა და შექმენი ისტორია. რა თქმა უნდა, ასე მოვიქცევი. ნახე ჩემი 100,000-იანი დონის ჰიპერავტომობილი. დიახ. ნახე, რა გიჟური მანქანაა, შადოუ. ამით შევძლებ შინის სონიკის დამარცხებას.
მიუხედავად იმისა, რომ დაბალი დონის ვარ. მადლობა დახმარებისთვის და შეხვედრამდე. უნდა დავამარცხო ჰიპერშინ სონიკი. დიახ! და აი საბოლოოდ აქ ვარ. დადგა გადამწყვეტი რბოლის დღე და არ ვაპირებ ჩავფლავდე. ჯერ კიდევ ვნახავთ, შენი მანქანა მაინც ჩემსაზე სუსტია. კარგი, აღარ დავაკონოთ. დადგა დაწვების დრო. ვინ მოიგებს $10 მილიონ? ჰიპერშინ სონიკი. მისი 100,000-იანი დონის მანქანით. არა, ბოდიში. თითქმის მილიონიანი. ჰიპერსონიკი. რა აზრი აქვს მხოლოდ 100,000-იანი დონის მანქანას? გავიხსენოთ, რომ ეს სასიკვდილო რბოლაა. დაიწყება 3-დან, 2-დან, 1-დან. წავედით. მე მივდივარ სულელო. შეუძლებელია დამეციო ჰიპერშინ სონიკის სიჩქარე ბევრად აღემატება ნებისმიერ სხვას. ეს ჩემი გამეფების დღეა. ნახავ რისი გაკეთებაც შემიძლია. შეხედე ამ მოსახვევს და შეხედე ამ სწორს. აი ეს არის ნამდვილი მაქსიმალური სიჩქარე. მე მოვიგებ და გადანადგურებ სონიკ. არა, ჯანდაბა, მან სტარტზე გამისწრო, მაგრამ წავედით. შემიძლია დავეციო, ვიცი რომ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა მხოლოდ 100,000-იანი დონისაა, მე შემიძლია დავამარცხო ის და შემიძლია ეს რბოლა მოვიგო. წავედით! ნერვიულობისგან ცოტათი კონტროლს კარგავ. აშკარად ჩანს, რომ მისი მანქანა უფრო მომზადებულია ვიდრე ჩემი. მაგრამ მაინც არ დავნებდები. ყველაფერს გავაკეთებ და ბოლომდე დავაჭერ. იმიტომ რომ მისი მანქანა უფრო მაღალი დონისაა. ასე რომ, წავედით! ტურბოს ბოლომდე დავაჭერ, დიახ, ბოლომდე მივალ და არა, კონტროლი დავკარგე, არა. ჯანდაბა, ტრასიდან გადავედი და მანქანა დაზიანდა. ეხლა წინ წასვლა უჭირს და ერთი წუთით ის იქ არის. არ მჯერა. ეს ტრასა ჰაერში ტივტივებს, რადგან მას მასტერ ემერალდის ძალა უჭერს. ამბობენ, რომ ამ ემერალდს ბევრად მეტი ძალა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვას. ასე რომ იდეა მაქვს. ვცდი, ჩემი მანქანა ემერალდზე დავახენო. აი აქ ვარ, კარგი, მგონი დროა. ემერალდის ძალა შევიწავო, რომ უფრო ძლიერი მანქანა მივიღო. ეხლა ან არასდროს, წავედით. დიახ. ეს რა ჯანდაბა? ეხლა მილიონი დონის მანქანა მაქვს. ეხლა ამ ორმოს დავიჭერ და პირდაპირ რბოლაში შევიჭრები. ჩემი ფორმაც კი გაუმჯობეს და რა სიგიჟეა. მიიღეს ჰიპერშინ სონიკ, გაგასწარი. ეხლა დროა უკან დაგტოვო. თუმცა აი მოდის და სრიალით მოდის. მაგრამ ეს ვერ შემაჩერებს მეგობარო. ნახე. რა საოცარი კონტროლი მაქვს ჩემს მანქანაზე. რა სისწრაფითაც შემიძლია სიარული და ძალა. ყველაფერი ერთად მუშაობს. ეს ყველაფერი საბოლოო ოსტატური ქაოსის ზურმუხტის ძალის წყალობითაა. ეხლა შემიძლია ავიჩქარო და უკან დაგტოვო, სულელო. ჩემთან მოახლოებას შეუძლებელს გავხდი და რა თქმა უნდა შეუძლებელს გავხდი შენს გამარჯვებას. შენ თქვი რომ სასიკვდილო რბოლა გიდოდა. მაშ ბოლოს ის ვინც მოკვდება სხვა იქნება. ნახე როგორ ტრიალებს. დიახ. წინ! ეხლა უნდა გამოვიყენო მთელი ტურბო, რაც შემიძლია. აქ ფრთხილად უნდა შევუხვიო. ასე უნდა გავაგრძელო. დიახ, კიდევ ცოტა. და ეხლა კი, ფინიში სწორი. ნახოთ, შეძლებთ თუ არა მაქსიმალურ სიჩქარეზე დამეციო. დიახ. მეგობარო, მგონი ამ ბრძოლას ძალიან ნათელი გამარჯვებული ხავს. დარბოლა ნამდვილად ჩემი იყო. მე ჰაიპერსონიკის მილიონიანი დონის მანქანამდე მივაღწიე და ჩემი ფორმაც გაუმჯობეს და ბოლო სიტყვები. მაგრამ ერთი წუთით სონიკ, შეგვიძლია მეგობრები ვიყოთ, ფული გავიზიაროთ. არა, იმიტომ რომ მე არ მინდა ხალხის დასამონებლად. მე ფული მინდა რომ ხალხს დავეხმარო, ასე რომ წადი აქედან. აღარასდროს გამოჩნდე სულელო, იმედი მაქვს აღარასდროს გნახავ. ეხლა ამ ფულს ავიღებ მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ჩემი მეგობრებისთვის და ყველასთვის, ვისაც არაფერი აქვს. ეხლა კი მე მყავს ჰაიპერსონიკის მილიონიანი დონის მანქანა. ვერც არაფერი და ვერც არავინ შემაჩენებს. დიახ.